Hi, დილამშვიდობის მეგობრებო. აბა როგორ ახართ გოგოებო? რა შვებით? მოკლედ. ჩემს მულთან მივდივარ. ხო და თან ვემზადები, თან ცოტას გეჭორავებით რაღაც ძალიან ცუდად დგას ის კამერა. როგორც ხედავთ, ბევრი რამ უკვე მისვია, მაგრამ რაღაცები არ მისვია მოკლედ. აი დატენიანებას მორჩია ერთი სიტყვით და რაღაცები გადავიდგლარზე ზედ. ხო, ეს მინდა ეხლა მე ვიჭველი, მარიკო უკვე მზად მყავს. გაიყვანა მამამისმა სანამ მოვემზადები, იმიტომ რომ მეთქი გადით. გარეთ გადით სასწრაფოდ. ისე კაი განათება ვუყრობ. აი ეგრე. ხო და ის არა ქვია. მოდი შენაკ, მოდი. თმა ვერ გავიგე, როგორ გავიკეთო. ნუ აი შეიძლება სულ ეს კითხვა მტანჯავდეს, როგორ გავიკეთო. თმები 24 შვიდზე ამით ვიტანჯებოდე, ანუ აი მართლა ვინც ჩემს დღეში ხართ და არასოდეს არ იცით თმა როგორ გაიკეთოთ, ვიზიარებ მართლა თქვენს წუხარებას, იმიტომ რომ მე არასდროს არ ვიცი. უკან გონზე არ ვარ როგორ, მაგ შეიძლება ძალიან ცუდათაც მაქვს, მაგრამ წინიდან მომწონს და მოდი იყოს. ცოტა დავიმატოთ კი არ დარსი წამისვიო პრინციპში. მოდი ცოტა უკან გაგწიოთ. ასე კი ესე ცუდად არ უნდა იყოს მე მგონი, თუ დამცხა მე ავიწევ. იქიდან გამომდინარე რომ ვაგზალზე არის საშინელი საცობი, ტაქსით ვერ მივდივართ, იმიტომ რომ ნუ აი არ ვიცი, 15 წელი ვიქნები ალბათ ტაქსში აი ხიდიდან მოყოლებული იქამდე, რა ქვია, ქარვასლას და კიდე რომ გაცდე და ანუ ნერვი სად მაგ ხალხო. მაგას მირჩევნია კობას მივთხარი. თავისუფლებამდე მეტროთი გავირბინო და მე ავტობუსით 10 წუთიც კი არ უნდა ჩემი მულის სახლამდე ორთაჭალამდე. სად მაგ მე მაგის თავი მივთხარი, ტაქსში ვიჟე 7 წელი. მე იმიტომ ადრე მივთხარი, რომ რა უკუღმავდა ვარაკობ. რომ ის თქო, თავის დროზე წავიდე, თავის დროზე მოვიდე მივთხარი და სად მაგის ნერვები გვიჩდე მეთქი. კაიო. რა თქმა უნდა ტაქსში უნდა გადაგვეხადა ის უკვე ჩემს ჯიბეში ძებს. ხო და ცოტა შევაშროთ. მე მგონი რომ ცუდად არ უნდა იყოს, რავი, სარკეში ცუდად არ არის, მაგრამ რაღაცა თქვენთან კარგად არ აჩანს. ესე ხო არ ვქნა თუ ესე, რავი, აღარ გავიგე. მოკლედ. არა უშავს როგორც ჩანს. ხო და მე ვთქვი მე სად მაგის ნერვი ხალხო მართლა აი დედას გეფიცებით არ შემიძლია რა 8 წელი მივთხარი ახლა მე ვიჯდე ტაქსში და ველოდო ახლა როდის მივა დანეპალის ადგილამდე უბრალოდ შანსი მაგის მივთხარი არ არსებობს მაგის იმედი ჩემთან არ გონდეს მე ვთქვი კარგიო როგორც გინდათ რითიც გინდათ იმით წადითო ხო თავი დავადებეთო დავღალე დილიდან, აი დავღალე, გადავქაცე დილიდან იმდენი ველაპარაკე. ესე იგი, ჩვენ რატომღაც უკვე უთენია ვიღვიძებთ დედაშვილი, იმის მაგივრად რომ, ვაიმე დედა. წამოვიღე შტატივი. იმის მაგივრად რომ დაწექი შვილო დაისვენა და დასვენება გვაქვს. რა ის დასვენება, ხალხო? რა ის დასვენება? გეუბნებით. რა ჯანდაბა გჭირს, მე პირადად ვერ გეტყვით, მაგრამ არანაირი დასვენება. რატოა კაი მე თქვენ გეტყვით ეს არანაირი დასვენება. ბევრ საქმეს ვასწრებ. ვალა. ძალიან ბევრ საქმეს ვასწრებ. ძალიან. ასე. მე მინდა რა, ეხა ეს საყურე რაღაცნაირად თან მომწონს რომ თეთრებშია და რაღაცა ფერს იმას მიშვება და თან არ მომწონს თითქოს რაღაცა სხვა სითხოვს ჩემი ყური. რეალურად ესენი უხდება სასწაულად, ნახეთ როგორ უხდება, მაგრამ ვერაფრით გოგოებო ვერ ვიშოვე ამის შესაფერისი შესაყრელი, რაც კი მაქვს ყველა ავტომატურად ძვრება ყურიდან. ნახეთ, აი ულამაზესია და თეთრს უხდება განსაკუთრებით და აი ძალიან მომწონს, მაგრამ ნუ ვერ არა.
ეს ძალიან წვრილია, ყველა მსხვილი მაქვს და არაფრით, გოგოებო, არაფრით არ იმაშვება, რა ქვია, არ მაგრდება არაფრით. აი რა გინდა რომ გააკეთო მითხარი რა. ვაფშე წვრილი საყურე მინდა რომ გავიკეთო, ვაიმე, პირობითად ესენი ჩემი საყურები გიშტები, ანუ ამას ძალიან უხდება სხვათა შორის. მაგრამ რაღაცა ოქროსფერი დეტალი მინდა. მაგრამ არა რა, ვერ იშოვი, შანსი მაგისი არ არის. ეხლა ნახე მეორეები მაქვს კიდე, რომელიც ძალიან მომწონს. შეიძლება ძალიან პაწაწუნები გავიკეთო, არ ვიცი. მაგრამ მოდი ვსინჯოთ, აბა იმესაც ვიყურებთ. ულამაზესია, ანუ აი ეს რომ მიკეთე ყურსი, ყველა მეკითხება ხოლმე რომ სად იყიდე. დროს გამომიგზავნეს და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ერთი წუთით ეს მინდა ვსინჯო, ამ პაწაწუნებს მოყვება თავისი ძალიან წვრილი ისინი, რა ქვია და უბრალოდ ვნახავ თუ დაიჭერს ამას. აბა ავაწყოთ თუ არა და ისევ იმას გავიკეთებ. ნუ რა გავაკეთო? რა გავაკეთო? სადახარ კაც? მოდი, ასე. არა. ვერა, ძალიან წვრილია, ძალიან წვრილია. ვერ. სადეთ. საბოლოოდ ეს წერტილები გადავწყვიტე, გოგოებო. ასე გამოვიყურები. აი ასე. ეს საყურე გავიკეთე, იმიტომ რომ მიგახუტოთ ერთ წუთით. ეს საყურე გავიკეთე, აღმოჩნდა რომ ის მეორე რგოლები ვიპოვე და დაიჭირა მოკლედ. ხო და აი ესე წავიდეთ ჩემს მოლთან. ვინც ძალიან ნერვიულობდით იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემს მოლს რატო არ ვნახულობდი, ურთიერთობა რატო არ გაქვს და მილიონი აზრი, ვისაც გაგაჩნდათ და საიდან კაცმა არ იცის, გეტყვით რომ ახლა მივდივარ არინერვიულოდ, არ გიურთიერთობა მაქვს, ოღო თქვენ არინერვიულოდ ხალხო. აი ეს გამოვიყურები. ეჭვმა ხაბას გავიხდი, იმიტომ რომ აშკარად მცხელა და ბავშვი ისე ჩავათმუნე ხა რომ ვიხედები გარეთ არის პაპანაკება მე მგონი და მოკლედ არ ვიცი რა იქნება. ვფიქრობ რომ ეს დეტალი თავზე რომელიც ამას ერთად ვიყიდე სხვათა შორის და ნაცვლობაში მეცვა ეს და ზუსტად მახსოვს ახალციხეში ნაცვლობაში ვიყავი -10 მქონდა დაკლებული მაშინ და ეს ზედა მეცვა და აი ეს მეკეთა თავზე და 10 კილო რაღაც ნუ აი ვაუ ეგეთი შეგრძნება მქონდა და არა მარტო მე ხო და წავედი ახლა თქვენიცით და შიგადაშიგ დაგიბრუნდებით იქიდან ვერ, მაგრამ ან რომ მოვალ, ან გზიდან რა ვიცი. გებშტობთ. ვეღარ გავთი. წადი საყვარელო მიდი. სკოპ. მოუხვიე დედი აქეთ საყვარელო, მოუხვიე. წავედით. ამ ადგილას ყოველთვის ძალიან ძაღლია ხოლმე ასე იქნება და აი ახლა არის 5 ერთად და როგორ გავიარო არის. გავიმართლა ყველა პატრონთან ერთად. იყო. მე რა ვქნა ეს შეში როგორ დავწლიო ხალხო. არ ვიცი ძალიან ვიტანჯები ბატონო. ერთი წუთი ნუ მეკიდები თუ შეიძლება ხა? როგორ? დაიღალე, ანუ შანსი არ არის შენი ხელში აყვანის. აი, ხვერი 1% არის. არ არის. მალე მივალთ მამიდასთან დროზე. ჩქარა ჩემი გოგო დროზე. სამი, არა, მანქანები არიან. ჩემი საყვარელი კედლის ის წადი. ანუ როგორ მიყვარს და როგორ უხდება კედელს ხალხო ამას შეხედეთ. ვაიმე ვგიშდები. ჯერ ხო ვიცოდი ისე მცხებოდა და ისეთი მზე იყო ხალხო რა გითხრათ და ახლა გრუბელი დაგთამაშებს. თავზე მთავარია შემოვამდე მივახცე ვაღარაფერს დავწევ. არა ისე კარგად წუნდება სახთან ვარ თამის მე. მაინც ანუ რაც მინდა წვიმა. გლეჯოს არის ხმა. უი საყურე. ხურივი მიკეთი. ეს მე კონციალებოდა წერან შტაში. მალე მივალთ წილა მასიკო. კომპი ჩამოგვიყვანა მეტრომდე მე ეს თავის ხმაზე წავიდა. ხო და ჩვენ კი წამოვკუსვით. არა და როგორ არის სახლში ანადე. ამ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ისეთი დაზიანებული სახლია რა. აი ამ მაყოლებებზე და იმაზე და როგორც ვხვდები არავინ არ გაკეთებს ამ ტერიტორიას. აი იტალიური ეზოები მიჯღოლები ეგეთი ადგილებიც არის რა. რა ის არის? ესეთი ადგილია.
შეიძლება მოხდეს ინვესტორი. ხო და დიდი ისინი აქვს ტერიტორიები რა ოჯახებსაც და კარგად შეხვდეთ, ასე ვთქვათ, წილები, ასე რომ აი მე წინს კლავს დავიღუპეთ, წავედით დედა ჩხარა. დაიღალეთ ჩემო სიყვარულ. იარე დე. რაოდე? რატო ეხეთქები კედელს, შვილო, გამოდი აქ, სად მიდიხარ? სად მიდიხარ, დედო? წადიდე. დე, შენ რას მეძახი ხოლმე? რას? ამ დროს ამოიჩიმა დედულა, აი ამ პერიოდებში. დედულა აქ ამოჩემებული და საიდან ვერიდან აიტაცა ვერ ვიტყვი. რად? არა, საყვარელო, ჯეკი პაპას ზაღლია ჩვენი და სოფელში და ამას მაქსი ქვია. გაგახსენდა? მობრუნდი დე. მობრუნდი ერთი წუთი, მარიკო. დამიცინე ერთით, ხო? ჩემი ლამასი, წადი. წადი დე, რამდენი ფისოები ყოფილა. წადი საყვარელო. ხო, გუნგულები? შენ შემოგევლებ ისევ, სად მიდიხარ? აღა შენ წვენით მოგიტანე, მოდი. ფისო. გვემიყვარს ეკლესია. მოკლედ, მოვედით, როგორც იქნა მოვახციეთ და მინდა გაჩვენოთ კაქტუსი, რომელიც გამომატანა ჩემმა მულმა. ხო და ეხლა გაჩვენებთ, ქოთანშივე ჩამიდო მიწაში და გამომატანა. იმედი მაქვს, რომ ცოცხალია და მარშრუტით მოვედით და ამდენ ჯანჯღარში და იმაში არ გაუგებდა. არა, ყველაფერი ვიგზავთ, ცოტა მიწარი ამოყრილი, არა უშავს, თავარია რომ ცოცხალი მოვიტანე რამენაირად, ცვივა და აუცილებლად რამე უნდა დავუდო, რომ ის იმას ქნას რა ქვია. ეხა ამ წამს ერთადერთი რაც შემიძლია ის არის, რომ რამე ცელოფანზევე დავდო და ნუ მერე მივხედა მოკლედ. მინდა გაჩვენოთ აი ეს სილამაზე. აუ, იმედი მაქვს, რომ კარგად ჩანს, არ ვიცი როგორ ჩანს. ცოტა ისევ არ ეხლა უკვე სიბნელეა და რაღაცნაირად არ ჩანს კარგად. კლდეს თუ რაღაცას ეძახიან, არ ვიცი, აი ასე ისდება. იზრდება. ხო და მეც მქონდა, უბრალოდ მაქვს გარეთ, ოღონდ ის ცოტა სხვანაირია და ეს არის უბრალოდ კლდეა ეგრეა და არის ულამაზესი და უკეთ მოატეხა ეს ორი და გამომატანა. ისე მომწონს და ისე მიყვარს, ხო ჩემ ჭკუაზე არ ვარ. უბრალოდ წყალი არ დაასხა და მე უნდა დავასხა, იმიტომ რომ ხა მარიმას ქნასო. გზაში აქ ცოტა მიწა დაიყარა და ჩავაყაროთ. ხო და მე ერთი სული მაქვს, როდის იმას იზავს, რა ქვია, გაიზრდება, იმიტომ რომ არის ულამაზესი. ამ წამს ახლა მე აივაზონა მოვათავსო. ხო და ვინც არიცით, გეტყვით, რომ მე კაქტუსების მიმართ მაქვს ძალიან ისეთი დამოკიდებულება, ვგიჟდები კაქტუსებზე. აი ხვარი ძალიან ბევრნაირი ყვავილი და აბა ყვავილებს რო იკეთებს და ფარდებზე გიჟდებიან და რაც არა. მე ერთ-ერთი რაზეც შებეჭყუა დავკარგო, ეს არის კაქტუსები. ანუ ძალიან მიყვარს. всё. მორჩა. ასე, კარგად მიწა შემოვიყაროთ. ახლა მე უნდა დავდე ყველა ვარიანტში ცელოფანზე, რომ მე ჩამოვიტან თეფშს. მოდი ბარემ გარეთ დავასხეთ წყალი. გამარჯობა ლამაზებო. ნეტა თუ ჩანხართ, როგორ მაინტერესებს ახლა ამ თითქმის სიბნელეში რანაირად ჩანხართ. აი, ოპა. მეგონი ცოტა ჩავხართ. აი ეს. ერთი ჩემი სილამაზე და ეს არის მეორე, რომელიც დიდი იმედი მაქვს, რომ არ გაფუჭდა. ეს ის არის, რომელიც გადავდგე გოგოებო და კარგად არ გამოიყურება და აღმერთს ვთხოვ, რომ არ იყოს დამპალი. აი არ ვიცი, ხავს ვეჭიდები და ვნახოთ როგორ იქნება ეგ ამბავი. ხო და ეს ჩემი წაწუნები აქერ. ძალიან საყვარელია. ხო, აქ მინდა კიდევ ერთი კაქტუსი. ესე იგი გოგოებო, ჩემს აქვს ხელი აი არნახური. სასწაულად აცხობს ხაჯაპურებს, ნამცხრებს, აი ძალიან კარგად. ხო და ის არის რა ქვია. რაც იცის. ესე იგი გოგოებო, მარშრუტკაში შევიჯექით, იქიდან მოვიდოდით. ქალბატონი იჯდა, რომელიც მას დაიწყო საუბარი ოქროზე, ვერცხლზე და ეგეთ რაღაცებზე. აღმოჩნდა მძღოლის ახლობელი, ანუ მე უკვე ავედი ამაზე საუბრობდნენ მოკლედ და მე რაღაც ერთმანეთს გამოველაპარაკეთ ვერცხლზე, ოქროზე რაღაცებზე და ეს კი ამ ქალბატონმა თქვა, მე ვმუშაობ ვერცხლზეო. იქიდან ჩამომაქვსო, ანუ ეხლა რო ვფიქრობ, აი ჩამოტანაც უკვე ის არისო და ჯობიო გამოვაგზავნო ხოლმეო.
თურქული ოქრო, აი კაპიკად არ ვარ გაო. ძალიან დაბალი პრობი აქვს. აი არ ვარ გაო რა ეხა. აი თურქული ოქრო არაფერი არ არისო რა. და ვერცხლიო. იქ ვყიდულობთო კაპიკებში. აი კაპიკები რასაც ქვიაო, ვერცხლს ყიდულობთ კაპიკებშიო. აქ რო ჩამოდივარო და იმ ხალხს ვისაც ვაფარებო და მე რო ვადებენო 5 მაქსო, თვალებიო ესე მაქო, კაცო რა ბავიო, რამდენს ამატებენ, აი თქვენ რომ გონიათ რომ მთელი დღე არაფერი გაყიდა, ერთი რაღაც გაყიდა და რომ გეცოდებათო ვიღაცო, ხო? შეიძლება ვიყიდოსო, დაუშვათ გეუბნებითო 25 ლარათო და გაყიდოს 150 ლარათო, ანუ ძალიან მაგარ მოგებაში არიანო და ჩვენთანო საქართველოშიო, აი ძალიან ძვირად იყიდება ვაგ ვერცხლიო და ახლა თურქებს რო აჩვენაო. რამდენად კაპიკებშიაო და აქ რა ფასებია და ალბათ გაგიჟდებოდნენო რა. იმდენად ძვირიაო და მე კიდე ვარ ადამიანი, რომელიც გიჟდება ვერცხლზე. ანუ ვერცხლი ძალიან მიყვარს და მეტყობა კიდეც რა ხშირად მიკეთე ვერცხლი და ახლა ხვდები რატომ მითხრა იმ ქალბატონმა რომ 15 თუ 20 ლარი მითხრა მას ეგრე ჩავიბარებ თუ არა მეორე ბეჭედზე მითხრა რაღაც ანუ საკმაოდ ღირებული როა რეალურად და სიმძიმეც მქონდა რა ხო და მე რომ ვიფიქრე კაცო ახლა ხვდები ხალხო რომ თურმე მოაქვთ თეთრებში და აღარ უღირთ თუნდაც იყოს ლამაზი აღარ უღირს რომ შენ ხა შენგან იყიდონ ძალიან ძვირად რა აი არ უღირთ არაფერში ეს ქალბატონი მაგას მეუბნებოდა რომ ანუ ძალიან თუ გინდაო რომ ამ საქმეს მოკიდო რაღაცა თქვა არ მახსოვს სადაც ვაჭრობენ მე ნებისმიერ ავტობუსის წყალს რო უთხრა იცის აღარ მახსოვს მოკლედ რაღაცა თქვა ვერ დავიმახსოვრე ყველაფერი იყიდებაო მოკლედ 10 კილოს მაღლანო უკვე გამბაჟებაო და არიო ოფისიო გრაფიო ანუ ეგრეთ წოდებული პოსტა სადაც იხდით ახას და გამბაჟება რა თქმა უნდა ბევრად ზურიჩდებაო და ესე რაღაცა 10 კილოს რაღაცას ესე ვიღაცებს ატანენ მოკლედ და ნუ რეალურად იმაზე ბევრად დაბალ ფასში შეგიძლია თუმე გამოგზავნა პოსტით ხო და ვინც ვერცხლზე მუშაობს მაგარ მოგებაში ხართ მინდა გითხრათ იმიტომ რომ რეალურად ძალიან დაბალ ფასში ყიდულობენ თურმე ნუ ხა ეს ქალბატონი ძალიან დაბალ ფასში ყიდულობს და ეხლა ცოტას კიდე ხო ამატებს რომ აქ გაყიდოს რა თქმა უნდა და ესენი კიდე რამდენს ამატებენ ხუაზე ხართ და აი რაღაცა ბეჭედზე ამბობდა იმდენად დაბალ ფასში ვიყიდო და აქ ისეთ ფასში გაუყიდიათო ეს ქალბატონი სომეხი იყო აიო არ ვიციო გაგიჟებული იყო ეს ანუ ძალიან კარგი აი მე და რა კარგია ძალიან კარგი მოგება რჩებათო რა ვინც ვერცხლზე მუშაობს და შეკრული მქონდა მთელი დღეა და თავი ამეხადა ანუ ეხა მივხვდი რომ თავი მეტკინა ხო და ისა ამ დროს მე ვაფრენ ვერცხლზე და მე მგონი მაგ რაღაცა ზურევია თუ ფუ რაღაც არ ვიცი მაგ ადგილს ხო და და რა კაია ხო და მე კი ვიფიქრე მე ხო ვერცხლზე ვაფრენ ხო არ ღირს მეთქი ერთი დღე წავიდე მოვაკროვო ვიყიდო ლირა და წავიდე ხო და ამ ქალბატონმა თქვა რომ მარტო ეგ კი არაო კაცო მარტო ვერცხლი კი არაო თეთრეულიო ჩასაცმელებიო კაპიკებში ყარიაო აი ხო აქო რო გახვალო რა ფასები ადესო აქო რომ მიხვეწო არ მიყიდი არაფერს რა ფასები ადესო კაპიკებში ყრიაო აი ყრია კაპიკებში ყველაფერიო და ეხა მაგალითად ონლაინ მაღაზიები როა თეთრეული პენუარები კოლგოტკები ყველაფერი მოკლედ და კი ხედავთ რომ ზოგ ფასი ადეს არიო კაცო იქაცო ძალიან რაღაცა ღირებული რო არისო რა და ძალიან ტიპებიაო და რაღაც მაგრამ მაინცია აქ ძალიან ძვირს მასშტაბი აქვს და კიდევ ხალხი როგორ ყიდულობს ნუ თვე რა გავაკეთოთ სხვა რა გზა გვაქვს აღუნა ვიყიდოთ რაც გვინდა ასე რომ ხوار დავირაზმოთ ერთი დღე და წავიდეთ თურქეთში
ბავშვებში. დოდონელები. რაც ერთხელ ავიხოლოთ და ბავშვების გარეშე, ხო ბავშვები თურქეთში ვერ წავალთ. თან ტავარი ვათრიოდათ და ეს არ გამოვა, მაგრამ ისე უნდა ვიყიდოთ, რომ გამბაჟება არ მოგვიწიოს, ანუ ხო, აი ეგრე უნდა ვიყიდოთ. ან ორი უნდა წავიდეთ, ანუ ერთი ოჯახისთვის ორი კაცი, რომ იმასაც გამოვატანოთ, ან რაღაცა ეგრე რა. ხო და უკეთ ძალიან იაფობაა. იმეო პენუარებიო, ისინიო, ესენიო კაპიკებშიაო. კარგი ხარისხებიცო. იშოვება იქო. დაბალფაში იშოვება. ხო და ალბათ მეთქი ადგილი უნდა იცოდე მეთქი და არა რა ადგილი ერთი ის არის მარტო დიდიო და ეგ არისო მანდარი ყველაფერი მეთქი ის რა მითხარი მოდი წავიდეთ ასე რომ ჩვენთვის რო ყველაფერი აქ რაღაცა ის არის ძალიან ძვირი და რეალურად მართლა ძალიან ძვირია წახვალიქ და გზა რამდენი დაჭდება ეხა თბილისიდან იაფი არ დაჭდება ეხა ბათუმიდან და სარკიდან ზოგ გადადიან გადმოდიან მაგრამ აქედან ეხა ძალიან იაფი რო არ დაგიჭდება გასაგებია მაგრამ ხო რა ალბათ სავარაუდოდ გააჩნია რისთვის მიდიხარ ჭურჭელიცო რას ამბობ ჭურჭელიცო ისეთი კაი ჭურჭელი იყიდება იქო და რაღაცები აქო ეგეთ ძალიან ძვირია ყველაფერია და ალბათ ღირს აი ტაფებისთვის რაღაცებისთვის თეთრაულებისთვის წასვლა და წავიდეთ დოდონელები ну ალბათ 1.500-600 ლარის ნაკლებად არ ღირს მაწასვლა დიდი ალბათობიდან რა აზრი აქვს ახლა მაშინ რაკაც იყიდი რა ცოტა ბევრი რამე ხომ და იყიდო იაცი აი ყველა გადასულია უკვე ონლაინ გამოწერებზე რა აი ყველა რაღაცნაირად მეორად შემოსავლის წყაროთ აქვს ხალხს უკვე ეგ ქცეული და არ არის წვდიდია გამბავი მოკლედ გამოწერების მაგრამ რაღაცნაირად უნდა მოაბარა თავბოლოში მარტივიც არ არის რა უნდა წახვიდე ჩამოიტანო ხა თუ ვინმე ყავს იგვინს წავა ან თუნდაც მაღაზია გაქვს იქ ვინმე ახლობლის ვინც გეტყვის რომ ხო და ამას ჩაგიდებ იმას გიგზავნი და შენ ფულს გადაურიცხავ და რაღაცა ეგრე კიდე ხო და ესე ჰაერზე არაფერი გამოვა მაგამ ბავში არ არის ანუ ეგრეც რა ეხა რაღაცა იქ თუ მიდან გამოწერი თემუდან და რაღაცები იქ სხვა რამეა მაგრამ თუ გინდა რომ ცოტა ისეთი იყოს რამე ალბათ ცოტა სხვანაირად უნდა მოეკიდო იმას რა ქვია ამან პოს მოკლედ ხო ეხლა რომ ვფიქროთ უკვე იმდენი გვერდია რომელიც თეთრეულებს, პენუარებს, რაღაცებს მოკლედ აი იმდენი გვერდია რომ მართლა არ ვიცი თან რა არის იცით ძალიან უხარისხოები და ახლა კაპიკებში ვყიდულობ ეგეთი რაღაცებიც ვფიქრობ რომ არ უნდა გაყიდო იმიტომ რომ მე რაც შევა მომხმარებელი ამ დაკარგო პრინციპში ძალიან დაბალ ფასში რო ყიდო ძალიან დაბალ ფასში უნდა იცოდე რომ გლეჯვა ხარისხი ანუ ვერც ერთ ვარიანტში მაგას ვერ ექნება ვერც ერთ ვარიანტში შანსი მაგისი არ არის ხო და რანაირად მაგას კაკადუსავით და ეხლა ძვირი კიდე ხარისხს ჩვენც კარგად ვარჩევთ ისე რომ ვთქვათ ვერცხლი არის კარგი იდეა ძალიან ცუდი რა არის მე თქვენ გეტყვით ცუდი არის ის რომ მაგალითად რამდენჯერმე ყოფილა შემთხვევა რომ ვერცხლი იყიდვით არა გამოწერით მოუტანიათ 1-2 იყო და აი რა ვიცი ერთ კვირაში გადასაგდები რაღაც ბარახლო მართლა უხარისხო ჯართი და გადამიგდი იმდენად ვიზუალი კარგი ქონდა ფოტოზე ვიდეოზე და ისე აი ეს არის მართლა კატასტროფა ყოფილა ხარისხი არ ყოფილა მოკლედ რა ნორმალური ცოტა ეგ ამბავი ის არის რა ძალიან იაფია ის ალბათ ეგ არის რა ვიცი ვერ გეტყვით მაგრამ რეალურად
ვერცხლის კარგია. უბრალოდ ხარისხზე პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს რა, ანუ ისეთი ადამიანისგან უნდა მიყიდულობდე, რომ ხარისხი დადო, ასე რომ ვთქვათ. კარგი იდეა ძალიან ვერცხლის ამბავი. უბრალოდ ამისთვის კარგად უნდა მოიცალო და რაღაცნაირად იქ ასე ვთქვათ, გაიცნო ვინმე ქართველების მეტი რა არის მაღაზიაში მუშაობენ, რომ ქალბატონმა თქვა. ვისაც რაღაცნაირად ნდობას გამოუცხადებ და გამოგიცხადებს, რომ რაღაცნაირად თანხის გადარიცხვით, მე ვიდეოთი დაიმებ ვიდეო თუ ეს არჩიო, რა გინდა, რა ზომა გინდა და აი ეგრე როგორც ეს ქალბატონი ამბობდა, რომ გადმორიცხვით და გამოგზავნით, გამოვგზავნო, ეს არის ძალიან კარგი იდეა. ხო და ეხლა ისეთები არიანო ბევრი გადამგდებებიო, რომ ვერავის ვერ ენდობიო, ანუ ეგ ფაქტორიც არის. მეტად ჩავიწერე ნომერი. ხო და მე ვიცი, აბა ძალიან კაი იდეა, კაი იდეა რა, მაგრამ რაც შემოსავლის წყაროდ რო აქცია. თავიდან გაგიჭირდება რა თქმა უნდა აუდიტორიის მოსიჯვა და ბუნებრივია, მაგრამ მე ნელ-ნელა ლაივებით, იმეებით, ამებით მოაგროვებ აუდიტორიას რა. ასევე ძალიან კარგია მაგალითად აქსესუარები, აი როგორც ხე მე მიკეთე თავზე ბაფთა, აი წვრილმანი აქსესუარები. ზოგადად სულ ამბობენ ხოლმე, რომ წვრილმანებში უფრო მეტი მოგება რჩება. იმიტომ რომ დაუშვათ შენ რო იყიდი სამლარად, პირობითად გეუბნებით, ყიდია 15 ლარად და ერთი ხოწები. ხო და აი წვრილმანი აქსესუარები მოკლედ ზოგადად ძალიან კარგად იყიდება ბიჟუტერია, ესე ვთქვათ. ასევე ძალიან კარგად იყიდება. აი ეგეთი რაღაცეები რა. ეგეთი რაღაცებისთვის ღირს, რაღაცა ონლაინ რაღაცას გაკეთება. თან უკვე რო ჩამოტანილი გაქვს და ლოდინი არ ჭირდება, ხალხს ეგ მოსწონს ძალიან. აი ხა მე პირადად მირჩევნია ხოლმე, რომ ძალიან რაღაც რომ მომეწონება და რომ აწერია ხოლმე, რომ შეკვეთიდან 2 კვირაში უკვე აღარ მინდა, ანუ დავიწყებას არის მიცემული და აღარ მაინტერესებს. ხო და აი ადგილზეა უკვე თვალში კარგად ხდება ხოლმე. თუ ადგილზე კაი მინდა მაწყობს. ეგ ამბავი კარგია, აი ადგილზე როა უკვე ვფიქრობ ხოლმე, რომ ხო არ შევიცინო. მაგას ვამბობ, აი ღირს ეგეთი რაღაცების დაწყება. ჩასაცმელს რაც შეეხება, რა ვიცი, ჩასაცმლის ნერვი მე პირადად არა მაქვს. აი წვრილმანები მირჩევნია, აი თუ რაღაცას დავიწყებ მაგალითად, ვიდრე ჩასაცმელი, აი მართლა მე ნერვი არ მაქვს ჩასაცმელების და არა. არც მინდა და არც. ჩასაცმელები კიდე ცალკე ის არის. ბიჟუტერია მართლა ძალიან კაია და კარგად იყიდება და კარგი მოგება რჩება. აი რატო არის ხოლმე რომ წვრილმანების მაღაზია რო არის, ამბობენ ხოლმე რომ აქ ბევრად კარგად რჩება, ვიდრე რაღაცა სხვა რამეებს რო ყიდიან ხოლმე, რაც მსხვილ რაღაცებს. იმიტომ რომ მაგაში უფრო მეტი რჩება. ძალიან კარგი იდეა მაგხრი. რაღაცა შემოსავლის მე წყაროთ, სამომავლოდ რაღაცნაირად ეგეც შემოგემატოს. ეხლა მით უმეტეს მე მაგალითად რაღაცა გამზადებული აუდიტორია ვყავს, ასე რომ ვთქვათ რა. ბლოგზე იქ და ყველგან შემიძლია, რომ ჩემი რამეს თუ დავიწყებ, არ აქვს მნიშვნელობა, ეხლა ვერცხლი იქნება, ბიჟუტერია იქნება, უბრალოდ თუ მისამაგრე, რაც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. მე თვითონ გავაცნო ხოლმე ჩემს აუდიტორიას და ეს და ანუ როგორ მაგიცი, ეხლა აი ამ ქალბატონს რო უსმენდი, მე ჩემთვის ვფიქრობდი, რომ აღარ არის საკმარისი მხოლოდ სამსახური, ანუ ადამიანები უკვე ისე ვართ, რომ ყველაფერს ვართ მოდებულები, რაც შემოსავლის წყაროს გაზრდის. და საერთოდ არ ვთვლი, რომ ეს სულია. პირიქით, ეს არის ძალიან კარგი. ოღონდ ნუ ცოტა ხარისხიანი რაღაცა უნდა გააკეთო, თუ გააკეთებ და რაღაცა რეალიზება ნორმალური გქონდეს და რაღაც. თუმცა რეალიზებას ნელ-ნელა მოვა, მაგრამ აი ზოგადად ვამბობ, რომ მიდებულები ხო, იმიტომ რომ
ეხა აღარ ყოფნის ოჯახში შენი 600 და 500 ლარი ხალხო ხელფასი და 700 ლარი აღარ ყოფნის ხო და იზოლებულები ვართ რომ მივედოთ და მოვიდით რომ აი ეხა მე რომ მქონდეს 2000 და 3000 სულ არ მინდა შენი გეხვეწებით მისამაგრების რეალიზება თუ რაღაც აი არ მინდა მაგრამ არ არის მაგდენი და მაგდენიც რო იყოს უფრო მეტი შემოსავალი არ გაწყენს რა რეალურად ხო და თქვენ რის ბიზნეს დაიწყებთ მომაწოდეთ იდეები აგერმე ჩემი იდეები გითხარით თქვენც მომაწოდეთ აი რას დაიწყებდით მაგალითად აი ესე ეს თეთრეულები და სიმართლე თქვა უკვე მომაბეზრებული ყოლას ეგ ჩამოაქვს და უკვე ნუ ეხლა მისამაგრებს ყოლას ჩამოაქვს მაგრამ აი თეთრეულები უკვე ძალიან ამეტანია კარგი იდეა ძალიან მაგრამ ნუ უკვე ძალიან ბევრი გვერდია ბევრი ის და სიმართლე თქვა უკვე ძალიან ის არის რა თან ძვირიან თეთრეულს გაყიდვა უჭირს და მოკლედ რატომაც მგონია რომ არა მაგრამ რა არის აი ერთი წასვლა მინდა ძალიან წავიდე და ვნახო რა როგორ რა ხდება რა არის აი რა ფასია რა ანუ ძალიან მინდა ერთხელ წავიდე და სხვადასხვა კობასაც ვამბობდი რომ ახლა არა მაგრამ ერთხელ ოდესმე ვნახოთ ერთი რა ხდება რა ჯიბაგურმა კიცის და დამყოფი არ ნამყოფი არ ვარ წავიდეთ და რაღაცები ოჯახისთვისაც ვიყიდოთ და მართლა აქ ორ მაქვს ვიხდით ყველაფერში და მირჩენია რომ ჩემი თვალით ხო გზის ფული დავხარჯო მაგრამ ჩემი თვალით ვნახო ასე ჩემი თვალით ავარჩიო ხელით შევეხორას ვყიდულობ და ასე შევიდე ონლაინ და ესე არ მინდა ანუ რაღაცნაირად ხო და მართლა დედას გეფიცებით ბიჟუტერია ჯერ აი ლილოდან რომ მოაქვთ ხოლმე ბიჟუტერია ხო უფრო დავალ ფასში მოაქვთ ხოლმე და მე თბილისში თუნდაც ან რეგიონებში უფრო მაღალ ფასში ყიდიან ადებენ 8-9 ლარით მეც რომ ეხლა მოგება ყო და ჩეს იმ ადამიანს ხა სულ ერი ხო არა ჩამოვიდა საიდანღაც ნებისმიერი რეგიონიდან სოფლიდან წავიდა ლილოში ანუ მიხდლა გზის ფული და ისჩდება უკვე რომ იმას უნდა უღირდეს რაღაც ხო ხო და თქვენ წარმოვიდგინეთ თურქეთში ეხლა რა ლილოში ხარ თურქეთში განახევრებულია კიდე ფასი მაგ ბიჟუტერიის ხო და რა ვიცი გემოვნებას თითქოს და არ ვუჩივიდა შეიძლება კაი რაღაცები წამოყება თუნდაც შემთვის კაცო და არა გასაყიდეთ მაგრამ სატესტოდ რაღაცეები მე მგონი რომ ღირს არ ვიცი და მე დედა ჩემს როგორ ამახიეს საყურები ხაც მეცინება ანუ აი მათხოვეს მერე რომ დავიტოვე დაახლოებით ეგრე ხო და რა ვიცი გოგოებო აბა მომაწოდეთ თქვენს იდეები საინტერესო იქნება თქვენი ვერსიები რას დაიწყებდით მაგალითად რას რომ შემოსავლის წყარო გაგეზარდოთ მით უფრო ახლა მე კიდევ ვიძახი რაღაცა აუდიტორია კიდე გამზადებული მყავს და რაცა უფრო მეტად შემიძლია რომ გავაცნო უფრო სწრაფად ადამიანებს ჩემი რაღაც რასაც დავიწყებ და არ აქვს შეგორას დავიწყებ რაღაც მე თან იქნებ შტატივებიც ნახო მე ეგ და რამე სასურველი შტატივები ვიყიდე მომკლავჭი იმდენი შტატივი მაქვს სახლში არა ასე შტატივები მინდა უოჭველი ყველა მისის გარეშე ის ძალიან დიდი შტატივი არ გამომადგა უხარისხო აღმოჩნდა და რატო გოგოებო გეტყვით სადაც ტელეფონი და დამაგრდეს არ იჭერს ხან იქით ვარდება ხან აქეთ ესე იბრიცება არ გამომადგა და ძალიან უკმაყოფილო ვარ და ისეთი შტატივი მინდა რომ არ მჭირდებოდეს ანუ განათება რო არ აქვს ჩვეულებრივი ძალიან ბევრგან არის სხვადასხვა საიტებიდან და საკმაოდ ძირითადად სხვადასხვა არქეს დაბალი ფასი ის ძალიან კარგებია მომწონს ძალიან ბევრი ინფლუენსერს ქონდა ეგ გამოწერით ნაყიდი რომელსაც მიწერე და მითხრეს ჯუმიდან და სხვადასხვა საიტებიდან ხო და ხთვისშიც კი იქნება ასე რომ ის წასვლა რაღაცები საკუთარ ჩემთვის მნიშვნელოვანი რაღაცებს წამოუპორწია თუნდაც შტატივები მშვენიერი ბიზნესი ყველა მეორეს უნდა ყველა მეორეს
მაგრამ ალბათ ბევრნაირი მქონდეს ძალიან, რომ რაღაცა დაიწყო, ასე რომ ვთქვათ და ზოგი ისეთი ძვირია, რომ მაგის ის საერთულია. თუმცა თუ მოკიდებ ხალხს, ეგეც გაამართლებს. რაღაც არის ხოლმე, რომ უჭირს და მე უეჭველი ყოველთვის გარშე ამართლებს ხოლმე რა, თუ არ დამებდიო. არის კიდე ხა მე არ მიყვარს ეგეთი რაღაცები, მაგრამ მანქანის აქსესუარები და რაღაცები ჩამოვაქვთ ხოლმე. მე ნაკლებად დიდეთ არ ვარ მაგ ამბავში მოწადინებული. ძალიან ბევრი რამე შეიძლება, ხა მართლა ძალიან ბევრი რამე. მაგრამ მაინც მგონია, რომ ბიჟუტერია ძალიან კარგად იყიდება. კარგად ამართლა. რავი, ასე მგონია, არ ვიცი, აბა თქვენ რას ინტერესებს. ხა მე თუ იმეში ყვეთა იქნება რაღაცა შინაურების მაგალითად, თუნდაც პინუარზე თუ რავი რაღაცაზე. მე მაგასაც კი იმას იზავ რა ქვია. აი მე მოვყევით წვიმაში. ჩემო მამამა ჩამოგვაცილა მარშრუტკამდე, ხოლმე. მარიკო უკვე არაადეკვატური იყო, ისე ეძინებოდა. დავჯექი მარშრუტკაში და მე შევხედე მარიამს და უკვე მაგრად ეძინა. კაიჭიში. ცალკე ამ ყვავილის დარდი მკლავდა, მეთქი არ გადმომიცვიდეს ეს ისინი. კარგად კი შემიფუთა, მაგრამ მაინც. ვაიმე მეთქი რაღა ვქნა. აი მე ჩემ მოსაქვს ძალიან ლამაზი ყვავილები ხალხო, აი. ძალიან ლამაზი. მე ვერ არ ვიცი რა ყვავილების მოვა. ხოდა მაგასთან ისეთი ადგილები აქვს, რაღაცა ესოც აქ რომ მან კარგად იმაშვებიან რა, ჰაერზე ყავს მოკლედ და შუქზე და ყველაფერზე. ხოდა ეხლა უნდა წამოვიღო, ალბათ ერთი იყო კიდე 2-3 კვირა იქ, ცოტას მოვაძლიერებ, ანუ ცოტა გამაგრდეს. კედლის არის მაღლა ამოდის რაღაცა მარადმწვანე არა, აი ფოთლები წარმოიდგინეთ, რა მეტი არაფერი არ არის. და არის ძალიან საყვარელი ხარ რატომ გადავიღებ ნანობ და რატომ გაჩვენეთ. მარადმწვანე ზამთარსაფხო ესე სიმწვანეშია. ხოდა მინდა რომ დაბლიდან ვაზი სადაც გვაქვს ჩარგული, იქვე ჩავგო და ნუ 1-2 წელში ამოვა ეგრე მაღლა, მაგრამ ესე ნელ-ნელა ამოვიყვანო, აი აქ ჩემთან წობა არის რაღაცა, მილი ფანჯის დაბლა, აი მაგაზე იმას აქვნა დავახო და აი ამ ფანჯის რაფას და ესე გავაყოლო მე მეორე მხარეს მინდა ჩემი სახლის მეორე მხარე, სადაც უკვე ის მაქვს გაზი და რაღაცები, მეორე ფანჯარა სადაც არის, იქით მხარესაც მილია იმაზე და ის უქისოს და ანუ მინდა რომ სიმწვანე იყოს და მინდა რომ ძალიან ლამაზი იყოს, აი რომ შევხედავ ჩემი გარეთა ფასადი იყოს ძალიან ლამაზი და მე საერთოდ ვგიჟდები კედლის რაღაცებზე. ოღონდ ეს ისეთია რომ ქვეწარმავლები და რაღაც მანდა რა სხვა ჯიშია და ის კედლის ბალახი უფრო რაღაცას რო ეძახენ, ეგეთი იმის მეშინია ძალიან. ხო და რო ამოყრესო იმას გიზავ და გიფესჩენებ და უცებ გადაწია და უკვე აი ამ ხელაზე იყო გაზრდილი რა და ბეზდა უკვე კარგად ავაშკაცებული იყო და ცოტა მოძლევ ძალიან რბილი იყო მოკლედ და ცოტა ხანი და მე წაიღო და ჩარგეო და იყოს კაცო ერთი თუ კი არა შეგოცდა მეტიც იყოს კარგად არის მიწაში. ხო და წამოვიღებ მე და ერთი სული მაგრუდის გაიზრდება. მე ვფიქრობ რომ ჯერ ვენახზე ავაყოლო. თავარია რომ ხა მაღლამდე არ უნდა იმას აქვნა რომ ყურძენს არ შეეხოს, მაგრამ მეოთხე სართულამდე ჯერ ვთისავარ 5 წელი ვთქვი მაგას. ხო და ამ იმაზე ავაყოლებ და მე ესე გადმოვყვან მილზე, ვაიმე ერთი სული მაგრუდის იმას ვიზავ, ვარდებიც აქვს და თუ გინდა ვარდები წაიღეო და ვიფიქრე და ვარდები არ. იმიტომ მე რო გაცვიფდება რათა უღიმღამო და აღარ მომწონს. ამიტომ გადავწყვიტე რომ ის ფოთოლი მარადმწვანეა, ზამთარში ზაფხულში ლამაზია და წამოვიღო ეგ. ერთი სული მაქვს, როდის იმას ვიზავ, აი რაღაცა სხვა სიცოცხლე და შევძინო ამ ჩემ იმას, რა ქვია ტერიტორიას და ვერ გამიგია როგორ და სცენარები ყველაზე საუკეთესო საშუალებაა მაგისთვის.
ახლა და მინდა რომ ძალიან ლამაზი იყოს, მე მაღლა აივანზეც მინდა რომ ავაყოლო და ძალიან მიხარია. ძალიან. ჩემ დედამთისაც აქვს ეს ხეივნის ვარდს ეძახი, კედლისკენ ხეივნის ხო. ხო და რადგან ვარდი გადავიფიქრე, იმას უფრო დიდი ვარდი გადავიფიქრე, ამიტომ ამას გავაკეთე. ცოტა მოიზარდოს და მე იმას ვისა. მე მიყვარს ეს კედელზე როა რაღაცები და რა გავაკეთო. აივნებზე როა ძალიან მომწონს. ძალიან. რაც დეკორაციები მინდა კიდე, მილი რო არის, აი ყვავილი რო ამოვა. ჩავსვა პატარა კაცუნები და ქალები. სპეციალური დეკორაციებია ძალიან ლამაზი და მინდა რომ რა ვიცი თუ გამაკეთებინეს ჩემებმა, იმიტომ რომ ჩემი ქმარი ეგეთ რაღაცებზე გიждდება, რომ რა არის და რა გინდა და ეგეთი რაღაცები და რაღაცა ბავშვია თუ რაღაცა და მე კიდე როგორც ხელოვნს ეგეთი რაღაცები ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემებს არა, ჩემ ქმარს არა. ხო და მოკეთ ნახოთ. თავარი ჯერ ის უნდა გაიზარდოს ერთი სიტყვით. ასე რომ წინ ბევრი სილამაზე გელოდებათ. ბევრი